დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 23 ნოემბერი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და დღეს ვიმყოფებით ჩვენ სოფელ არხოტში, საკმაოდ ძველი სოფელია, პატარა სოფელია. მოსახლეობა არის ამ სოფელში ცხოვრობენ ქართველები და აგრეთვე ოსებიც არიან დარჩენილები. ამ სოფლის მერე არის კიდე პატარა სოფელი, რომელსაც ქვია ჭინჭარაული და ჭინჭარაულის მერე არის ნაპილნარი. ეს ორივე სოფელი გვინდა რომ ნახოთ დღეს და ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილი არის მიტოვებული სოფელი უგუდეთი. თუ ავედით უგუდეთამდე მინდა რომ გადავიღო და ეს სამივე სოფელი გაჩვენოთ. ეხლა დავათვალიეროთ, ნახოთ ეს პატარა სოფელი არხოტი. შემოვედით ჩვენ ეხლა სოფელ შეკვეთილაში. სოფელი შეკვეთილიდან შევად მერე არხოტში, ჭინჭარაულში და ნაპილნარში. შეკვეთილა ასე თუ ისე დასახლებულია, ცხოვრობს ხალხი. ხო, პატარა სოფელია, მაგრამ კუჩის განათებაცაა ძმაო სოფელში. დენი არის პოლიტიკა, გაზი არა უგონია. გაზი არა. პატარა სოფელია. ახლა საერთოდ ის ბოძები 6 კილოვატის ხაზი. გამოყევი აიგრე მარჯვენა მხარეს. მარჯვნივ აიღე, მარჯვნივ. მან რატო შეხვედრე? მან არ უნდა შესულიყავი. ცოტა უკან, აი. ეს მანქანა არ არის, მაო, ეს არის რაღაცა სხვა განზომილებაა რაღაც. აი ხა ვიმყოფებით მეგობრებო სოფელ არხოტში. ზევით არის პატარა ეკლესიის ნანგრევები და მინდა ავიდე ვნახო. ესეთი ეკლესია არის სოფელ არხოტში. ასეთი პატარა ეკლესიაა სოფელში. ცხოვრობს ხალხი.
დილამშვიდობის. მე სამშვიდობო. იცოცხლეთ. ამ სოფელში ქართველები ცხოვრობენ? ქართველები არა, ოსები. ოსები, ხო? კი. და ქართველები არ არიან დარჩენილები? ქართველი არიან. კანდიდატად. ეს ოსები აი ეს 92-ში რო იყო არეულობა და არეულობა და ძირითადად რო წავიდნენ და დატოეს, იმის მერე დარჩენილები არიან თუ კი. იმის მერე აქ დარჩნენ, ხო? აქედან არ წასულან. არა. არავის არაფერი არ უთქვია, ხო? ან წასვლაზე, ან რაღაცაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სოფელი მაქვს მე გადაღებული და მოუწიათ დატოვება რა თავიანთი სოფლების. ანუ აქ იმის მერე ცხოვრობენ ჩვეულებრივია თუ პრობლემოთ. მშვიდობა იყო და არც არავინ არ. რა გვარის ქალბატონი ბრძანდებით? მე გოგიჩაიშვილი. გოგიჩაიშვილი. რამდენიმე სოფლებში ვარ ჩვენ ამყოფები და იქ სულ დაცლილია ოსები, საერთოდ აღარ არიან. აი თუ გაგიგიათ გუჯარეთის ხეობა 9 სოფელი იყო, ხო, ოსური სოფელი იყო 9 და საერთოდ არც ერთი ოსი აღარა დარჩენილი. იბადე აქ გავიზარდე, აქ ვცხოვრობ, აქ ვმუშაობ თბილისში. უნდა უყვარდეთ, იმიტომ რომ აქ ისეთი ხალხი ცხოვრობდა, რომ მე მგონი რავი, აღარ დაიბადება ეგეთი. თბილი ძალიან. აქ სტუმარი რო ჩამოვიდოდა, თუ რომელიმე ოჯახი არ გადაიპატიჟებდა, ის თავს ვერ გამოყოფდა სირცხვილით გარეთ. ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობდა. იმ ერთმანეთის სტუმარს არ არჩევდნენ. აი, რავი, დადას აღარ იმახშობა, რავი, ღმერთმა ქნას, კიდევ ვიტახი, რომ მშვიდობა იყოს. ჩვენ არ გვინდა ომი და არაფერი. ნამდვილად. კარგით, კარგად იყავით, დიდი მადლობა. სოფელში რომ მიდიოთ, ხარს შეკითხე იქ ცხოვრობს. ოსები ცხოვრობენ იქ სულ. ოსები იქაც? ხო. ეხა შევდივართ სოფელ ნაპილნარში. ეს არის ბოლო სოფელი, აქეთ ხარ, ეს ამის მერე სოფელი აღარ არის. ამ სოფელში ქართველები ცხოვრობენ? აზერები. აზერები. მარტო აზერები. ხო. ქვემოთ სოფლებში? ოსები არიან. ანუ ქართველები არ არიან, არც იქ არც აქ, ხო? ოსები არიან. უგუდეთი რო არის მეტოებული სოფელი. უგუდეთი არავინ არ არის. არა, და გზა საიდან მიდის მანდ? გზა იქიდან მოდის. შორს არის? 3 კილომეტრი. 3 კილომეტრი. და ცუდი გზაა, ხო სულ? ცუდი გზა, იქიდან აქედან რო ჩავდივარ, გაარაუშავს, მაგრამ მოდიხარ პატიო. ო. ამ სოფელში თქვენ გაზი, დენი, წყალი არის? აი, კარგად მე ამის კურსზე წავედი აქედან. აი ეს სახლი ჩემი, აი. მერე? გაზი აღარ არის, დენი, წყალი კი 24 საათი. ქართულად რა კარგად ლაპარაკობთ? აქ სკოლა არის ამ სოფელში? ზუსტად შეხვდით. არის ქართული სკოლა? ქართული სკოლა. ბავშვები არიან, დადიან სკოლაში. არა, ადრე იყვნენ, ახლა იმდენი არის, 2-3 ბავშვი. სხვა არის? სხვა არის და ძროხაა და ისაც კაის ფერმოა. მგლები. ეხლა ვიმყოფებით სოფელ დიდ ნამტრიანში და ამოვედით სანახავად აი ამ ეკლესიის, რომელსაც ქვია, რა ქვია ადგილის დედის ეკლესია, ეტყობა რომ ძველი ეკლესიაა, ნანგრევები ღარი დარჩენილი და აბა ერთი ვნახოთ ეკლესია დავათვალიეროთ ახლოდან. მივედით ძველ ეკლესიასთან. რა ქვია ამ ეკლესიას? ალგეთის ხეობაში ძველი ეკლესიის ნანგრევები ნახეთ, რომელსაც ქვია ნამტრიანის ეკლესია. ღვთისმშობლის ეკლესია.
აი ამ ეკლესიას ქვია ადგილის დედის ეკლესია. როდის არის აშენებული? არ ვიცი მე. ეტყობა რომ ძველია, იმიტომ რომ ქვებით არის, რიყის ქვებითაც არის, რიყის ქვები ურევია. დიდი ლოდებით არის აშენებული. ეს სოფელი მდებარეობს 1500 მეტრზე ზღვის დონიდან. რამოდენიმე ორი კომლი არის ამ სოფელში, დიდ ნამტრიანში, ორი ოჯახი ცხოვრობს და ორი ეკლესია არის, ორი ეკლესიის ნარჩენები არის დარჩენილი. ერთი ეს ეკლესია არის და მეორე ზევით არის ერთი ეკლესია ვნახეთ, რომელსაც ღვთისმშობლის ეკლესია ერქვა. Daddy. Რამდენი პოტლები აი. რამდენი პოტლები. ვაი მე რას გავს კონტენტი. ეს დაიწყე ახლა ეს რამდენი პოტლები აიქია რა. Samo dađe da წყალზე რო გადავართ იქ გადაი. Kari ცოტა ცუდი ჩასასვლელი. ახლა ცოტა აქეთ ეხლა იქეთ ხო ხედავ ო აი ეგრე ჩადი ო კაია გაასწორე კაია რეცხავ ბევრი არაფერი არ გაირეცხება ეგ. ამო დადგები. მე ხიდზე გადმოვალ, ხიდზე. აქ ვიღაცა ახალი ნამყოფია, ცეცხლი. არ არის ჩამქრალი ჯერ ნაკვერჩხალია.
ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ არც ისე ადვილი ამოსასვლელია. Cadê?